ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რამდენიმე დღიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებების მიმართულებით მოგრიგჯერზე დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური საგლობლის ცნობით, საუდის არაბეთის სამხედრო ძალებთან ერთად იერიშში მიიტანეს ერაყში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც თეირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ. ამასთანავე, ვაშინგტონის ცნობით, ირანის მხრიდან სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებული ამერიკული ბაზების მიმართულებით გაშვებული რაკეტების მოგერიება შეძლეს. ერაყში განხორციელებული დარტყმების შესახებ საუბრისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ისლამური ქვეყანა, რომ ამერიკელ სამხედროებზე ან საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი ახალი თავდასხმა დამატებით საპასუხო მოქმედებებს მისცემდა ბიძგს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანმა ბალისტიკური რაკეტები თავდასხმა მანამდე განახორციელა, ვიდრე ამერიკისა და საუდის არაბეთის ძალები ერაყში იერიშებს მიიტანდნენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გამოყენებულ განცხადებაში დაადასტურა დარტყმების ფაქტი. უწყების ცნობით, სამეფო არმიის სწრაფვის ვითარების ესკალაციისკენ, თუმცა მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შესაბამისად უპასუხებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რიადმა სამშაბათს განაცხადა, რომ ზედიზედ მეორე დღეა ანადგურებს ერაყში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გაშვებულ დრონებს. შემთხვევის პარალელურად ბაღდადმა აღნიშნა, რომ ერთგულია მის მიერ აღებული ვალდებულებებისა არ დაუშვას ერაყის ტერიტორიის გამოყენება როგორც მარშრუტად, ისე საწყის პლატფორმად ნებისმიერი თავდასხმისთვის, რომელიც მეგობარ ან მოუძმე სახელმწიფოებს მიზანში ამოღებას გულისხმობს. რაც შეეხება თეირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ერაყის ისლამური წინააღმდეგობის პოზიციას, ის კატეგორიულად უარყოფს საუდის არაბეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. ამავე დროს მიუთითებს, რომ მომხდარი თავდასხმები სავარაუდოდ ჰუთებმა განახორციელეს.